ამჯერად მოდით უფრო დეტალურად დავაკვირდეთ მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრებს და ვნახოთ თუ გადაწყვეტილებების მიღებისას ფირმების მხრიდან რა მექანიზმები ახდენს ზეგავლენას. პირველ ყოვლისა დავაკვირდეთ ინდივიდუალური ფირმების გადაწყვეტილების მიღების პროცესებს. მოგვიანებით კი გავაკეთოთ ანალიზი იმისა, თუ როგორ ხდება გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება, კერძოდ იმ ფონზე, როდესაც ფირმები შემოდიან და ან პირიქით ტოვებენ ბაზარს. ამგვარად საბოლოო ჯამში ასეთი ანალიზის საშუალებას მოგცემს ჩვენ სწორი შეფასება გავაკეთოთ იმისა, თუ რამდენად სასარგებლოა ან პირიქით ზიანის მომტანი მონოპოლისტური კონკურენცია მთლიანობაში საზოგადოებისათვის და კონკრეტულად მომხმარებლისათვის. გავიხსენოთ, რომ მონოპოლისტური ფირმა ოპერირებს მოგების მაქსიმიზაციის წესით. და ეს წესი, ასე ვთქვათ, სხვა არაფერია თუ არა მონოპოლისტური შინაარსის. ანუ მონოპოლისტური კონკურენციის ფირმა ირჩევს ისეთ რაოდენობას, როდესაც ზღვრული დანახარჯი, ზღვრული შემოსავლის ტოლია. მომდევნო მოქმედებით კი უკვე მონოპოლისტური კონკურენციის ფირმა პოულობს ამ რაოდენობას მოთხოვნის სრუტზე და შესაბამისად უკვე ამ რაოდენობაზე, ამ წერტილზე, ამოცულობაზე აფიქსირებს უკვე თავის, ასე ვთქვათ, ქმედებებს. აღნიშნულ სცენარს ჩვენ განვიხილავთ უკვე კონკრეტულად წარმოდგენილ ნახაზზე. სლაიდზე წარმოდგენილია ფირმა, რომელიც იგებს მოგებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფირმა არის მომგებიანი, ვინაიდან ფასი, როგორც ხედავთ, აღემატება საშუალო მთლიანი დანახარჯების დონეს. ეს კი ფასის დონე. ხოლო საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მონოპოლისტური კონკურენციის ფირმის მიერ ზარალის განცდას, ესეთ შემთხვევაში უკვე იქნება წინაპირობა და სტიმული იმისა, რომ ამგვარი ფირმა გავიდეს ბაზრიდან და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ეს ფირმა გადის ბაზრიდან, ადგილი აქვს შემდეგ ტენდენციებს, ანუ როგორც თქვით, ეკონომიკური ზარალიანობა მას უბიძგებს ბაზრის დატოვებას, შედეგად მცირდება წოდებული საქონლის მოცულობა ბაზრისათვის, იზრდება მოთხოვნა უკვე იმ ფირმების მიერ წარმოებულ საქონელზე, ვინც დარჩენ და ოპერირებენ ბაზარზე და აი ამ ფირმების, ასე ვთქვათ, მოთხოვნის მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. თავის მხრივ მოთხოვნის ზრდა განაპირობებს უკვე აი ამ ბაზარზე დარჩენილი კომპანიების, ფირმების მოგებას. აი სქემატურად გვაქვს წარმოდგენილი საპირისპირო ვითარება, როდესაც ვთქვათ, რაზეც საუბრობდი ჩვენ, როდესაც ფირმა განიცდის დანაკარგებს. ხედავთ აქ, რომ ფასი ამ შემთხვევაში ნაკლებია საშუალო მთლიანი დანახარჯების დონეზე და ამგვარად ადგილი აქვს დანაკარგს, რომელიც წარმოდგენილია ამ ნახაზზე.
ამგვარად მოკლევადიან პერიოდში, რის ანალიზსაც ახლა ჩვენ ვახორციელებდით, მონოპოლისტური კონკურენციის ფირმა კონკრეტულად შემდეგი სახის ეკონომიკურ შედეგებს იღებს. იმ შემთხვევაში თუ როდესაც ფასი მეტია საშუალო მთლიან დანახარჯებზე, ამ დროს ამგვარი ფირმა ღებულობს ეკონომიკურ მოგებას და ეს იყო ესე ემთხვეოდა იმ პირველ ნახას, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ხოლო მეორე შემთხვევა ეს გახლავთ ის, როდესაც ფირმები განიცდიან დანაკარგს, მონოპოლისტური კონკურენციული ფირმები და ეს არის ვითარება, როდესაც ფასი ნაკლები გახლდათ საშუალო მთლიან დანახარჯზე. რაც შეეხება მეორე პერსპექტივას, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, ეს არის უკვე გრძელვადიანი პერიოდი და ვაკეთებთ ანალიზს იმისა, თუ როგორია, ასე ვთქვათ, კონკურენციული ფირმის ქცევა გრძელვადიან პერიოდში, როგორია გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ და ეს ადრეც თქვით ჩვენ ამის შესახებ, რომ გრძელვადიან პერიოდში ფირმების თავისუფალი შესვლა, ან პირიქით ვთქვათ, დარგის ბაზრის დატოვება ეკონომიკურ მოგებას საბოლოო ჯამში ამცირებს ნულამდე. ანუ საქმე გვაქვს ბაზარზე, მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარზე განვითარებულ შემდეგ სცენართან, მოგება უკვე სხვა ფირმებსაც ბუნებრივია უბიძგებს ამ ბაზარზე შესვლისაკენ, უღუებს მათ ინტერესს საქმიანობის დაწყების თვალსაზრისით, შესაბამისად იზრდება ახალი ფირმების გამოჩენასთან ერთად აი ამ ბაზარზე დარგში, იზრდება უკვე მიწოდებული საქონლის და მომსახურების როგორც მოცულობა, ასევე მათი სპექტრი და შესაბამისად თანდათანობით კლებულობს მოგება ჩვეულებრივად იმ ტიპის საქონელზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, რომლის გამომუშავებასაც და მიწოდებასაც აქამდე ჰქონდა ადგილი და რომელიც მომგებიანობით ხასიათდებოდა. ასევე საინტერესოა მეორე სცენარი, რომელიც ვითარდება იმ ფირმებთან მიმართებით, რომლებიც დანაკარგს განიცდიდნენ, საბოლოო ჯამში ეკონომიკური, ასე ვთქვათ, სარგებლიანობის ლოგიკიდან გამომდინარე, ისინი ტოვებენ ბაზარს. ბაზრის დატოვება, დარგიდან გასვლა მათ მიერ თანხმდენილია მიწოდებული საქონლის მოცულობის შემცირებასთან და ასევე მათი, ასე ვთქვათ, ნაირსახეობის კლებასთან. საბოლოო ჯამში ეს იწვევს უკვე მომხმარებლის მხრიდან საქონლის მოთხოვნაზე ზრდას, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბაზარზე დარჩენილ ფირმებს. ანუ მათ, ვინც არ დატოვა ეს ბაზარი, შესაბამისად მათი მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ, ანუ იზრდება მოთხოვნა და იზრდება უკვე აი ამ ფირმების მიერ ბაზრისთვის მიწოდებული საქონლის მოცულობა, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მათ საოპერაციო შედეგებზე. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში იმ მიზეზით, რომ ბაზარი დატოვეს ფირმებმა, რომელიც დანაკარგს განიცდიდნენ, ეს ვითარება საპირისპიროდ აისახა მათზე, ვინც არჩია დარჩენა, შეინარჩუნა, ასე ვთქვათ, თავისი აქტივობა და საბოლოო ჯამში ამით მიიღო დადებითი საოპერაციო შედეგი. აი ეს ორივე სცენარი საბოლოო ჯამში უკვე ქმნის, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი წონასწორობის წინაპირობებს, რაც ჩვენ აი მოცემულ სლაიდზე გვაქვს ნახაზის სახით წარმოდგენილი. ანუ საუბარია იმაზე, რომ ამ საბოლოო ჯამში ეს აქტივობა შესვლა გასვლის თვალსაზრისით ეკონომიკურ მოგებას
პრაქტიკულად ნულამდე წევს და ყარდება გრძელვადიანი წონასწორობა, რაც საბოლოო ჯამში უკვე გადადის სტაბილურ ფაზაში და გრძელვადიან პერსპექტივაში ფირმებს, ახალ ფირმებს, ბაზრის გარეთ მყოფ ფირმებს, ბაზარზე არ მყოფ ფირმებს ართმევს იმის სტიმულს, რომ ისინი შევიდნენ ბაზარზე, ხოლო მეორეს მხრივ საპირისპიროდ ფირმები, რომლებიც კვლავაც ოპერირებენ ამ ბაზარზე, ასევე მათაც უქრებათ სტიმული იმისა, რომ დატოვონ ეს ბაზარი. ანუ ნახაზი წარმოგვიდგენს სწორედ იმ ზღვარს, როდესაც უკვე გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური მოგება ნულს უტოლდება, როგორც ხედავთ, ფასი უტოლდება სრულ მთლიან დანახარჯებს და ეს არის სწორედ მაქსიმალური მოგების რაოდენობის ასე ვთქვათ მაჩვენებელი ზღვარი. სლაიდზე წარმოდგენილი გვაქვს სწორედ ის მოსაზრებები, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ განვავითარებთ წინა სლაიდებთან და ნახაზის გამოყენების დროს. ახლა გავაკეთოთ შედარებითი დახასიათება ორ ბაზარს შორის, ისეთ ბაზრებს შორის, როგორც არის მონოპოლისტური კონკურენციის და ასე ვთქვათ, სრულყოფილი კონკურენციის ბაზრები. უპირველეს ყოვლისა, პირველი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ მათ შორის სხვაობა ორი ფაქტორით ხასიათდება. ეს არის ჭარბის სიმძლავრე და ეს არის ნაზრდი. როგორც ხედავთ, მონოპოლისტური კონკურენციის დროს ადგილი აქვს ჭარბის სიმძლავრის არსებობას და ამ შემთხვევაში გამომუშავება ნაკლებია ეფექტური მასშტაბის სრულყოფილი კონკურენციის გამოშვებაზე. აქვე უნდა ითქვას ეფექტური მასშტაბის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს რაოდენობას, რომელიც შესაბამისობაში მოდის საშუალო მთლიან დანახარჯებთან. ანუ ეს არის საშუალო მთლიანი დანახარჯის მინიმალური დონე.